13 ქვეყანა ქრება. მაგრამ თითქმის ყველა ისტორიის უკან ერთი და იგივე ძალაა. პლანეტა ცვლის საზღვარს ხმელეთსა და წყალს შორის და რუკას უფრო სწრაფად ახატავს, ვიდრე ამ ქვეყნებს შეუძლიათ მისდიონ. 2050 წლისთვის ზოგიერთი მათგანი ნაწილობრივ წყალქვეშ იქნება, სხვებს კი წყალი მთლიანად გაუთავდებათ. და ეს მხოლოდ პატარა წყნარი ოკეანის კუნძულები არ არის. ზოგიერთი მათგანი 100 მილიონზე მეტ ადამიანს ასახლებს. NASA-ს თანამგზავრები და 10 წლეულების გეოლოგიური მონაცემები ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიან. მსოფლიოს რუკა იცლება და ეს ქვეყნები საფრთხის ზონაში არიან. ზოგიერთი ამ ქვეყნებიდან ზემოდან იტბორება, სხვები კი ქვემოდან იძორებან, იძირებიან და რამდენიმე მათგანი ერთდროულად ორივე საფრთხეს აწყდება. მე-13 ადგილზეა ვიეტნამი. ვიეტნამის ლონგ-ანის პროვინციაში ეთმა ფერმერმა პირდაპირ თქვა: არაფრის მოყვანა აღარ შეიძლება. ასე ხდება მაშინ, როცა მარილიანი წყალი აღწევს ბრინჯის მინდვრებში, რომლებიც მხოლოდ მტკნარი წყლით ცოცხლობენ. და მთელ ვიეტნამში ეს უფრო და უფრო ხშირად ხდება. აქ ოკეანე მხოლოდ არ იწევს. ის იწევს სანაპიროზე, სადაც 102 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უფრო სწრაფად ვიდრე თითქმის დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილას. Visual Capitalist-ის მიხედვით, ვიეტნამი უკვე მე-3 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც სანაპირო წყალდიდობის მიმართ ყველაზე მეტად არის დაუცველი. ასევე ის მსოფლიოში მეხუთე ყველაზე დიდი ბრინჯის მწარმოებელია. ეხლა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს ეჯახება. წყალდიდობები, რომლებიც ადრე 19-დან 31 მილამდე აღწევდა ხმელეთში, ახლა 62 მილზე მეც ფარავს. 2023 წლისთვის მარილიანმა წყალმა მეკონგის დელტაში დამუშავებული მიწების 8.6% დააზიანა. მხოლოდ ეს ფაქტორი სავარაუდოდ ვიეტნამის ეკონომიკას 2050 წლისთვის 3.5%-ით შეამცირებს. დახმარება უნდა ყოფილიყო. COP27-ის კონფერენციის შემდეგ უფრო მდიდარმა და განვითარებულმა ქვეყნებმა დათანხმდნენ, რომ ანაზღაურებდნენ იმ ქვეყნებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებისგან ყველაზე მეტად ზარალდებიან. გაეროს შეფასებით, ყოველწლიური ხარჯი შეიძლება 387 მილიარდ დოლარამდე იყოს. 2024 წლის იანვრისთვის მხოლოდ 661 მილიონი დოლარი იყო დაპირებული. ვიეტნამი ძირითადად მარტო დარჩა. მეურნეები ერთადერთი გზით ადაპტირდნენ, რაც შეეძლოთ. ეხლა ბევრი მათგანი ბრინჯისა და კრევეტების მოყვანას შორის ცვლის საქმიანობას. როდესაც საკმარისი თბილი წყალი ქვედა დინებაში არ მიედინება ნიადაგის გასაწმენდად, კრევეტების აუზები მარილს ტოვებს და ეს მარილი მუდმივად რჩება. რაც უფრო მეტად ადაპტირდებიან მეურნეები, მით უფრო რთული ხდება ბრინჯის ხელახლა მოყვანა. და ეს ვიეტნამის ყველაზე დიდი პრობლემა ჯერ კიდევ არ არის. ქალაქი ჰო ჩი მინი, სადაც 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, იძირება. თუ დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, 2050 წლისთვის ვიეტნამის სამხრეთი თითქმის მთლიანად მაღალი მოქცევის ხაზს ქვემოთ აღმოჩნდება, რაც დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს აიძულებს დატოვოს საკუთარი სახლები. მაგრამ ვიეტნამი ამ ყველაფერში უდანაშაულო არ არის. ის თავადაც უწყობს ხელს საკუთარ ჩაძირვას. მას შემდეგ, რაც გეოლოგებმა 25 წლის განმავლობაში 15,000 ადგილას წყლის მოხმარება შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად მეკონგის დელტადან 8,800,000 კუბურ ფუტზე მეტი მიწისქვეშა წყალი გამოიტუმბება. ძირითადად უკონტროლო კერძო ჭაბურღილებიდან. ვიეტნამის მთავრობას ჯერ კიდევ არ შეურიგებია თავი ამ რეალობასთან და ის ამაში მარტო არ არის. ზოგი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად იძირება საეჭვო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. შემდეგი ქვეყანაც იძირება, უბრალოდ სხვა გზით. ნომერი 12. ირანი. ალბათ არ ელოდით, რომ ასეთ სიაში ირანს ნახავდით. ეს არის უზარმაზარი ქვეყანა, რომელსაც პლატოები და მთები განსაზღვრავს და მხოლოდ მცირე სანაპირო ზოლი აქვს. სპარსეთის ყურე შეიძლება წელიწადში თითქმის 0.2 დუიმით იმაღლებოდეს, მაგრამ ირანისთვის უფრო დიდი საფრთხე მიწისქვეშაა. ირანი არის ქვეყანა, რომლის მიწაც საკუთარი მინდვრების ქვეშ იძირება. ეს არ არის ნავთობის ველები, როგორც ვენესუელაში. ირანს სიმდიდრის სხვა წყარო აქვს. ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი პისტაკის მწარმოებელია, შეერთებული შტატების შემდეგ. ინდუსტრია წელიწადში დამატებით $1 მილიარდს გამოიმუშავებს და ამ თხილის 45-დან 70%-მდე ერთი ადგილიდან, კერმანის პროვინციიდან მოდის. მაგრამ ამას უარყოფითი მხარეც აქვს. კერმანი სრულიად ხმელეთით გარშემორტყმული უდაბნოა, სადაც წელიწადში მხოლოდ 0.54 დიუმი ნალექი მოდის. ამიტომ ფერმერებს წყლის მოპოვება მიწისქვეშა წყალშემცველი წყალშემცველი ფენებიდან უწევთ, რომლებიც ეონების განმავლობაში დაგროვდა. ახლა კი ისინი მიწას ამოწურავენ. კერმანის ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად რასონჯანის ოლქი, წელიწადში 14.5 დიუმამდე იძირება, იმის გამო რომ იქიდან ამოტუმბული წყლის რაოდენობა ძალიან დიდია. კერმანი უბრალოდ ყველაზე უკიდურესი შემთხვევაა. 2025 წლის მაისში ირანის მთავრობამ აღიარა, რომ ქვეყნის 31 პროვინციიდან 30 იძირება. დიძა კვლავ იძირება. დღესდღეობით მილიონამდე ჭა, წელიწადში დაახლოებით 1,67 ტრილიონი კუბური ფუტი მიწისქვეშა წყალს ამოტუმბავს ქვეყნიდან. შედეგი მხოლოდ წყალდიდობის გაზრდილი რისკი არის.
ეს ირანის ინფრასტრუქტურის ნელ-ნელა ჩამოშლასაც ნიშნავს. გერმანელი მეცნიერები აფასებენ, რომ თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტის ქვეშ მიწა წელიწადში დაახლოებით 1,9 დუიმით იწევს ქვემოთ. დედაქალაქის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ქვეშ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. წელიწადში 8,6-დან 12 დუიმამდე იწევს მიწა ქვემოთ. ავტობანები, რკინიგზები, ქარხნები და მთელი უბნები იძირება, ხოლო მიწის ჩავარდნები სულ უფრო ხშირი ხდება. თანამგზავრებმა 2014 წლიდან 2020-მდე დააფიქსირეს პროცესის მიმდინარეობა და ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები აღმოჩნდა. ყველა ირანელის ნახევარი, დაახლოებით 42 მილიონი ადამიანი მიწაზე, რომელიც იძირება ცხოვრობს. 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რეგიონებში, სადაც ძლიერი მიწის ჩაძირვა ხდება, ძირითადად თეირანის, რაზავი ხორასანისა და ფარსის პროვინციების გარშემო. ის ადგილები, რომლებიც ირანის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ისინი ქრება მიწის ქვეშ. მთავრობა ამბობს, რომ ამ პრობლემას ებრძვის. მხოლოდ 2024 წელს 12,300-ზე მეტი არალეგალური ჭა აიღეს. მაგრამ ეს თითქოს უსასრულო ბრძოლაა, როცა ერთი ორგანიზაცია თითქმის სადაც უნდა იქ შეუძლია ჭის გაბურღვა. ირანის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაზე გავლენას ახდენს ჰათამ ალ-ანბიას სამშენებლო კონგლომერატი. კრიტიკოსებმა მას ქვეყნის წყლის მაფია შეარქვეს. ამ სისტემის დაშლა ნიშნავს იმ ინსტიტუტის დაშლასაც, რომელიც არსებულ რეჟიმს ხელისუფლებაში ყოფნაში ეხმარება. ასე რომ, ეს არ არის კრიზისი, რომელიც უსამართლო საერთაშორისო სისტემამ დააწესა. ეს კრიზისი თავად ირანის პოლიტიკამ გამოიწვია. შემდეგ ქვეყანაც იძირება. მათ მხოლოდ წყალი არ სჭირდებათ. მე-11 ადგილი. 2026 წლის ივნისში ვენესუელის სანაპიროზე, კარაკასის დასავლეთით, მიწისძვრებმა დააზიანა რეგიონი და 3,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ 7,2 და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრები მხოლოდ ბუნებრივი პრობლემების დასაწყისი იყო. ზღვის დონის აწევასთან ერთად ვენესუელის ამჟამინდელი სანაპირო ტერიტორია ქრება. 2050 წლისთვის ორინოკოს დელტის 30% გაქრება ამოსალოდნელი. ეს მხოლოდ ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი არ არის. ეს ასევე 36,000 ძირძველი მოსახლეობის სახლია. მაგრამ მოახლოებული კრიზისი მხოლოდ მათ არ ეხება. გუანტას პორტი და მარგარიტას კუნძული, სადაც 500,000 ადამიანი ცხოვრობს, ასევე წყლის ქვეშ გაქრება. მაგრამ ირანის მსგავსად, რეალობა ალბათ უფრო მძიმეა. კლიმატოლოგებმა ეს პროგნოზები 1989 წლის მონაცემებზე დაფარნობით გააკეთეს. ეს იყო წელი, როდესაც უგო ჩავესი ხელისუფლებაში მოვიდა და დაიწყო ეგრეთ წოდებული ბოლივარული რევოლუცია. მას შემდეგ ვენესუელამ პრაქტიკულად შეწყვიტა სანდო კლიმატური მონაცემების შეგროვება. ქვეყნის ამინდის სადგურების დაახლოებით 70% დაზიანებულია ან აღარ ფუნქციონირებს. ამიტომ, როდესაც მეცნიერები ვენესუელის მომავალი კლიმატის პროგნოზირებას ცდილობენ, ხშირად იძულებულნი არიან გამოიცნონ. მაგრამ ერთი რამ, რაზეც გამოცნობა არ სჭირდებათ, ნავთობია. თუ მოპოვება მიმდინარე ტემპით გაგრძელდება, ვენესუელის 1700 მილიანი სანაპიროს დაახლოებით 80% შეიძლება ლება მიწის ჩაძირვა ან ეროზია დაემუქროს, რადგან ზღვის დონე ზრდას აგრძელებს. ვენესუელა მხოლოდ კლიმატის ცვლილების გამო არ ქრება. ის ასევე ქრება იმის გამო, რასაც მიწიდან იღებს. 2025 წელს ვენესუელას 303 მილიარდზე მეტი ბარელი ნავთობის რეზერვი ჰქონდა, რაც ყველაზე დიდია დედამიწაზე. ეს გლობალური რაოდენობის 17%-ზე მეტია. ამჟამად ის ყოველდღიურად დაახლოებით 903,000 ბარელს აწარმოებს, მაგრამ თითოეულ ბარელს თავისი ფასი აქვს. მარაკაიბოს ტბა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ნავთობის საბადოა, ქვეყნის რეზერვის დარეზერვების დაახლოებით 20%-ს შეიცავს. აქ ნავთობის მოპოვება 1920-იანი წლებიდან მიმდინარეობს. მან ვენესუელა სამხრეთ ამერიკის ეგრეთ წოდებული მარგალიტად გადააქცია და 10 წლეულების შემდეგ ჩავესის მთავრობის ფინანსურ საქარდენად იქცა. მაგრამ ამ რაოდენობის ნავთობის ამოღებას იგივე ეფექტი აქვს, როგორც წყლის გამოწურვას ღრუბლიდან. ოღონდ ამ შემთხვევაში ღრუბელი იშლება. მარაკაიბოს ტბის გარშემო ისეთი ქალაქები როგორიცაა კაბიმასი და ლაგუნილიასი 16 ფუტზე მეტით ჩაძირულა. მთელი თემები, რომლებიც ადრე ზღვის დონიდან მაღლა იყვნენ, ეხლა მის ქვემოთ არიან. მოძველებული დამბები ერთადერთია, რაც ტბას გარეთ აკავებს. როდესაც ზღვის დონე იზრდება, ეს უკვე რბოლაა წყალსა და ინფრასტრუქტურას შორის, რომელიც ინგრევა. და მოპოვება მალე ისევ გაიზრდება. ახალი მთავრობა სურს, რომ ვენესუელამ კვლავ აწარმოოს თვეში 3 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც დღევანდელ წარმოებას 3-ჯერ აღემატება ამერიკული ნავთობკომპანიების დახმარებით. სირია საუბარი იმაზე, რომ გამაგრდეს ნაპირ სამაგრები, რომლებიც იქ მცხოვრებ ხალხს იცავს. რადგან გადაწყვეტილების მიმღებთათვის ნავთობის მოპოვება პრიორიტეტია. ნავთობმა ვენესუელა გაამდიდრა. შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი, რის გამოც სანაპირო ვერ ასწრებს ამ სიმდიდრის ხარჯვას. ამ სიაში ზოგი ქვეყნისგან განსხვავებით, შემდეგი ქვეყანა რეალურად ცდილობს თავისი პრობლემის გადაჭრას. მეათე ნომერი. იორდანია ვერ შეძლებს წყლის კრიზისიდან გამოსვლას საბურღი სამუშაოებით
და არც ცდილობს ამას. ამის ნაცვლად ის აშენებს გამოსავალს. აქ თითო ადამიანზე ნაკლები წყალია, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. დედაქალაქ ამანში ბევრი ოჯახი წყლის მიტოდებას შორის ერთ კვირასაც კი ელოდება. რომ გავიგოთ რატო, უნდა შევხედოთ წყალს, რომელსაც ვერავინ სვამს. მკვდარი ზღვა 1960-იანი წლებიდან ძლიურად 3.2 ფუტზე მეტით მცირდება. 2050 წლისთვის ის თითქმის მთლიანად შეიძლება გამოშრეს. ამჯერად კლიმატის ცვლილება მთავარი დამნაშავე არ არის. ხალხია. იორდანეს მდინარე, რომელიც კვებავს როგორც ქვეყანას, ასევე მკვდარ ზღვას, 10 წლეულებია გადამისამართებულია. ისრაელი აკონტროლებს მდინარის დინების დიდ ნაწილს, დაგანიის კაშხლის საშუალებით გალილეის ტბაზე. სირიამ იარმუკის მდინარეზე, რომელიც იორდანეს უდიდესი შენაკადია, 40-ზე მეტი კაშხალისჭიანა. იორდანიამაც ააშენა საკუთარი კაშხლები. მაგრამ როგორც დინების ქვემოთ ყველაზე შორს მდებარე ქვეყანას, ნაკლები წყალი რჩება ამ კაშხლებისთვის. საბოლოო შედეგი, იორდანეს მდინარე ახლა მხოლოდ 3.5 მილიარდი კუბური ფუტი წყალს მიაწვდის მკვდარ ზღვას და ამ რაოდენობის დაახლოებით 50% დაბინძურებულია. 1960-იან წლებამდე ყოველწლიურად 42.4-დან 45.9 მილიარდ კუბურ ფუტამდე წყალი ჩადიოდა მკვდარ ზღვაში. არავინ თანხმდება, როგორ აღადგინონ მდინარე. მაგრამ იორდანიას ერთი უპირატესობა აქვს, რაც ამ სიაში თითქმის არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. ოკეანე მას არ შთანთქავს. არსებობს მოქმედი მთავრობა, 50 მილიარდი დოლარის ეკონომიკა და თითქმის 11.5 მილიონი ადამიანი. ის უკვე გადამუშავებს თავისი ნარჩენი წყლების, დაახლოებით 90%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაშინაც კი, თუ გაძლიერდება გამწმენდი ნაგებობები, 2030 წლისთვის ეს მხოლოდ დაახლოებით 10.6 მილიარდ კუბურ ფუტ წყალს უზრუნველყოფს წელიწადში. ეს ნაკლებია ვიდრე ქვეყნის საჭიროებების მესამედი. ამიტომ იორდანია ყველაფერს დებს 280 მილიონი მილსადენის პროექტზე. 6 მილიარდ დოლარიან აკაბა-ამანის წყლის გამტკნარებისა და გადატანის პროექტზე. ის გააცვდის გამტკნარებულ წყალს წითელი ზღვის აკაბადან პირდაპირ ამანში. წყალს 3600 ფუტზე მეტით მაღლა აწევს. როდესაც დასრულდება, ის ყოველწლიურად კიდევ 10.6 მილიარდ კუბურ ფუტ წყალს მიაწვდის. ეს კიდევ ერთი მესამედია. ბოლო მესამედი კი ყველგან სხვაგან უნდა მოიძებნოს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებით, წყლის ქურდობის აღკვეთით და თითოეული წვეთის გამოღებით იმ ქვეყნიდან, რომელსაც უბრალოდ საკმარისი წყალი არ აქვს. 2050 წლისთვის გავიგებთ, ეს საკმარისი იქნება თუ არა. იორდანია შეიძლება იბრძოდეს, მაგრამ არსად მიდის. შემდეგ ქვეყანას იგივე არ შეუძლია თქვას. მეცხრე ნომერი, ფიჯი. 2014 წელს ვუნი დოგოლოას სოფელი გაქრა. მისი 100 მცხოვრები იძულებული გახდა 1.2 მილი შიგნით გადასულიყო მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში ტალღები 300 ფუტზე მეტს აღწევდა მათ სახლებში და მინდვრებში. ეს იყო რეპეტიცია იმისთვის, რაც დანარჩენ ქვეყანას ელის. ფიჯი შედგება 300-ზე მეტი კუნძულისგან, მაგრამ მისი 925,000 მოსახლეობის 87% მხოლოდ 2 მათგანზე ცხოვრობს. ვანუა-ლევუზე და ვიტი-ლევუზე. ეს კარგი ამბავიცაა და ცუდიც. ვიტის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 367 ფუტია. ვანუს კი კიდევ უფრო მაღალია. ის იმდენად მაღალია, რომ ამ სიაში კიდევ ერთ ქვეყანას უფიქრია მისი კლიმატურ სარეზერვო გეგმად გამოყენება. სუდი ამბავი ისაა, რომ ფიჯის ადგილობრივი ზღვის დონის მატება კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში, დაახლოებით 0.23 ინჩი წელიწადში. უმეტესობა ხალხისა მაღალ ადგილებში არ ცხოვრობს. ისინი სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობენ. ვუნი დოგოლოა შეიძლება ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დარტყმა მიიღო, მაგრამ ის უნიკალური არ არის. ფიჯის ამჟამინდელი შენობების 4.5% დაიტბორება ზღვის დონის მხოლოდ 8.6 ინჩით მატების შემთხვევაში. ამ ყველაფრის ნაწილი შეუქცევადია. თუნდაც ამ წუთას მსოფლიოში ყველა სათბურის აირის ემისია შეწყდეს. მაგრამ ვუნი დოგოლოას მცხოვრებლები მხოლოდ თავიანთი სახლების გაქრობას არ უყურებდნენ. ისინი ასევე უყურებდნენ, როგორ ქრება მათი ქვეყნის საარსებო წყარო. ტურიზმი ფიჯის ეკონომიკის 40% შეადგენს. სოფლის მეურნეობა კიდევ 18% შეადგენს და დასაქმებული მოსახლეობის დაახლოებით 28%-ს ასაქმებს. საიღეთის ინსტაგრამისთვის შესაფერისი პლაჟები და ჩაასხით მარილიანი წყალი იმ ველებში. მერე რა მოხდება? ადგილობრივი თევზჭერის სექტორიც კი მცირდება კლიმატის დათბობის გამო. აირატომაც მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს, რომ 2050 წლისთვის ფიჯი ყოველწლიურად დაკარგავს თავისი მიმდინარე MPS 6.5%-ის. ფიჯის მოსახლეობა ვერ დაეყრდნობა COP27-ის კომპენსაციის ფონდს, რომ ეს აღადგინოს. მათ უკვე ააშენეს 6 ზღვის კედელი და შეიძლება კიდევ 160-მდე აშენებაც მოუწიოთ. მაგრამ ეს მაინც დიდი ხარჯი არ არის, თუნდაც შედარებით შეძლებული კუნძულოვანი ქვეყნისთვის, როგორიცაა ფიჯი. სწორედ ამიტომ ნახავთ ფიჯის ოფიციალურ პირებს საერთაშორისო კლიმატის კონფერენციებზე. მათ ხშირად უცდიათ სხვა ქვეყნების დარწმუნება, რომ ნაკლები სათბურის აირები გამოუშვან ატმოსფეროში.
მაგრამ ამაში სხვების დარწმუნება რთულია. ამიტომ ისინი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ რაც შეიძლება მეტი თანხის მოზიდვას უცხოეთიდან. მაგალითად, იმ 5.7 მილიონი დოლარის, რომელიც მიიღეს COP29 კონფერენციაზე 2024 წელს. ეს საკმარისი იყო დამატებით 2.4 მილის ბუნებაზე დაფუძნებული სანაპირო კედლის ასაშენებლად. მაგრამ მხოლოდ სანაპირო კედლები პრობლემას ვერ გადაჭრის. მთავრობა კვლავაც გეგმავს კიდევ 40 სოფლის გადატანას. მაშინაც კი, როცა საუბარია ნაკლებად მოწყვლად თემებზე, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს მაინც უწევთ ფიქრი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მაგალითად საავადმყოფოების, უფრო მაღალ ადგილზე გადატანაზე. არა 2050 წლისთვის, არამედ სწორედ ეხლა. შეიძლება 2050 წლისთვის იქ აღარ იყვნენ. ფიჯის მოსახლეობას აქვს უფრო მაღალი ადგილები, სადაც შეიძლება გადავიდნენ და ფინანსური რესურსები, რომ რეალისტური კლიმატის ცვლილების შერბილების სტრატეგიები დაანერგონ. სხვა კუნძულოვანი ქვეყნების მცხოვრებლებს ასეთი ფუფუნება არ აქვთ. მერვე ნომერი. ვენესუელა. ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომლის უდიდესი რესურსიც წყევლად იქცა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაურუში, მის ყველა 8 კვადრატულ მილზე. რთულია დაჯერება, მაგრამ თუ აქ 50 წლის წინ ფეხს შედგამდით, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადგილას აღმოჩნდებოდი. იმ დროს ნაურუს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 50,000 დოლარი ჰქონდა, რაც მხოლოდ საუდის არაბეთს ჩამოუვარდებოდა. მაგრამ ამის წყარო ნავთობი არ იყო. ეს იყო წარმოუდგენლად გუანო, ანუ გაქოვებული ფრინველის განავალი. ამ გუანოში არსებული ფოსფორი შესანიშნავია სასოფლო-სამეურნეო სასუქისთვის და ნაურუს გუანო განსაკუთრებით კარგი იყო. ამიტომ კოლონიური ძალები დაეპატრონნენ მას, სანამ ნაურუმ დამოუკიდებლობის მოპოვების შემობის შემდეგ თავად არ დაიწყო ამ ფულით სარგებლობა. მე-19 და მე-20 საუკუნეებში ნაურუდან 53 მილიონ ტონაზე მეტი ფოსფატი ამოიღეს. მაგრამ გუანო განახლებადი რესურსი არ იყო. მის დაგროვებას 1000-ობით წელი დასჭირდა და არა მილიონობით, როგორც ვენესუელის ნავთობის შემთხვევაში. 1990-იან წლებში ის ამოიწურა და უკან დატოვა ქვეყანა, რომელმაც პირდაპირ საკუთარი მომავალი ამოიღო მიწიდან. ნაურუს ფოსფატის დაახლოებით 80% ღია მოპოვებით ამოიღეს. ამ პროცესში კუნძულის შიდა ნაწილის დაახლოებით 80%, მათ შორის დიდი ნაწილი მარჯნის საფუძვლისა, რომელიც მას უჭერდა მხარს, განადგურდა. დღეს კუნძულის უმეტესი ნაწილი მახვილი მარჯნისწვერებისგან შემდგარი მთვარის ლანდშაფტია. მეურნეობა პრაქტიკულად შეუძლებელია და კუნძული ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მასზე მსხვილი სამრეწველო ეკონომიკა შეიქმნას. ნაურუს წარმატება ერთჯერადი აღმოჩნდა. ეს ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მოკლევადიანი სიმდიდრისთვის გაანადგურა. მეცნიერებმა კუნძული ფაქტობრივად საცხოვრებლად უარგი სადაც კი აღწერეს. დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია საბოლოოდ მოსახლეობის სულად გადაყვანასაც კი სთავაზობდნენ. ეს ნაწილობრივ კოლონიური სისტემის ბრალი იყო, რომელმაც ფოსფატის ბუმი თავდაპირველად წაახალისა. მაგრამ ნაურუელთა უმეტესობამ დარჩენა არჩია. ეხლა კი შესაძლოა ოკეანემ თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება მათ ნაცვლად. ნაურუს საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 111.5 ფუტია, მაგრამ უკვე დაახლოებით 40%-მა ოჯახებმა დადბორვა განიცადეს. 2050 წლისთვის NASA-ს პროგნოზით გლობალური ზღვის დონე კიდევ 8-12 დუიმით აიწევს. 12 დუიმით აიწევს. ასე რომ ნაურუ ერთდროულად ორივე მხრიდან ქრება. მან შიგნიდან საკუთარი თავი ამოიღნა. ახლა კი ზღვა გარედან უახლოვდება. გადარჩენისთვის ქვეყანას ფული სჭირდება. ერთ დროს მან სადა საგადასახადო თავშესაფარი და ორგანიზებული დანაშაულისთვის ფულის გათეთრების ცენტრი გამხდარიყო, მაგრამ აშშ სანქციებმა ამას სწრაფად წერტილი დაუსვა. მისი ბოლო გეგმა უფრო პატივსაცემია. 105,000 დოლარის სანაცვლოდ უცხოელები ნაურუს მოქალაქეობას ყიდულობენ, რომელიც ვიზის გარეშე შესვლას უზრუნველყოფს 89 ქვეყანაში. მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს პროგრამა დააფინანსებს მისი 12,500 მოსახლეობის დაახლოებით 90%-ის უფრო მაღალ ადგილზე გადაყვანას, სადაც სრულიად ახალი ქალაქის აშენებაა დაგეგმილი. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. ეს პროგრამა 2024 წელს COP29-ზე დაიწყო. მას შემდეგ მხოლოდ 6 განცხადებელი დაამტკიცეს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მოთხოვნა შეზღუდულია, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ თითოეულ განცხადებელს უნდა გაიაროს ფართო შემოწმება, რათა ტერორისტები და ორგანიზებული კრიმინალები არ მოხვდნენ პროგრამაში. მაგრამ დრო გადის. თუ ფული საკმარისად სწრაფად არ მოვა, ნაურუს მოსახლეობას შეიძლება სხვა გზა არ დარჩეს, გარდა იმისა, რომ დათანხმდნენ გადაყვანას, რომელსაც მათ ყოფილი კოლონიური მმართველები სთავაზობენ. და ისინი პირველები არ იქნებიან. შემდეგი ქვეყანა უკვე უყურებს, როგორ ტოვებენ მას მისი მოქალაქეები. ნომერი 7. ტუალუ ნაურუს არ გავს. მან საკუთარი თავი არ გაანადგურა საბადოების ამოწურვით. მას ასევე ჯერ კიდევ ჰყავს მეფე ჩარლზი მესამე, როგორც ქვეყნის ოფიციალური მეთაური. ასე რომ, მის მოქალაქეებს გაქცევის გზა აქვთ. დაახლოებით 8700 ადამიანი, ტუალუს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, უკვე დარეგისტრირებულია ქვეყნის დასატოვებლად. ისინი ადგენენ გასვლის გეგმებს, რადგან ტუალუს ზღვის ამჟამინდელი დონიდან მხოლოდ 10 ფუტით მაღლა მდებარეობს. ეს მას მსოფლიოში მეორე ყველაზე დაბალ მდებარე ქვეყანად აქცევს.
და მისი ზოგიერთი ნაწილი ფეხბურთის მოედანზე ვიწროა. ამიტომ ტუვალუს მცხოვრებლებს შეუძლიათ რეალურ დროში უყურონ, როგორ ქრება მათი სანაპირო ხაზი. ხეები, რომლებიც ადრე სანაპიროდან 30 ფუტით იყვნენ დაშორებული, ახლა უკვე მასეხებიან. მიკრორაიონები წელიწადში დაახლოებით 5 დღეს იტანჯებიან წყალდიდობით. NASA-ს პროგნოზით 2050 წლისთვის ქვეყანაში ასეთი 25 დღე იქნება. ზოგიერთ ადგილს სხვებზე მეტად გაუჭირდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ტუვალუ განწირულია. დედაქალაქი ფუნაფუთი ტუვალუს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს მასპინძლობს. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის მისი 50% დაიდბორება. ტუვალუს არ აქვს ბევრი რესურსი, რომ შეამციროს ეს ნელა მიმდინარე კატასტროფა. მისი MŠP მხოლოდ დაახლოებით 60 მილიონი დოლარია, ხოლო მისი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროებია უცხოური დახმარება, თევზაობის ლიცენზიის გადასახადები და ისეთი ვებგვერდების მასპინძლობა, როგორიცაა Twitch-ი, მისი .tv დომენის მეშვეობით. ეს საკმარისი არ არის, უფრო ძვირადღირებული შემამსუბუქებელი სტრატეგიებისთვის და ტუვალუს არ აქვს უფრო მაღალი ადგილი, სადაც თავისი მოსახლეობა გადაიყვანოს. მისი უმაღლესი წერტილი ნეულუკიტას კუნძულზეა და ზღვის დონიდან მხოლოდ 15 ფუტით მაღლა მდებარეობს. ადგილობრივი ზღვის დონე წელიწადში 0.2 დუიმით იმატებს, რაც ორჯერ აღემატება გლობალურ საშუალოს. ამიტომ ეს უმაღლესი წერტილიც კი საკმარისად მაღალი არ იქნება იმისთვის, რომ ტუვალუმში გააკეთოს, რასაც ნაურუ ცდილობს. მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩა. 2024 წელს ტუვალუმ და ავსტრალიამ მოლაპარაკება გამართეს ფალეპილის კავშირის ხელშეკრულებაზე, რომელიც მსოფლიოში პირველი ორმხრივი შეთანხმებაა კლიმატური მიგრაციის შესახებ. ამ ხელშეკრულების პირობებით ტუვალუდან ყოველწლიურად 280 ადამიანს შეუძლია ავსტრალიაში მუდმივად დასახლდეს. ეს არის პროგრამა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის 80%-მა გაიარა რეგისტრაცია. ასე რომ 2050 წლისთვის ტუვალუ შეიძლება მსოფლიოში უნიკალური გახდეს. ქვეყანა, რომელიც იურიდიულად კვლავ არსებობს, მაგრამ მისი მთავრობა და მთელი მოსახლეობა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. ტუვალუს კლიმატის ცვლილების მინისტრმა მაია ტალიამ საუკეთესოდ თქვა: ჩვენ არ შეგვიძლია მიგრაციას როგორც გარდაუვალს ისე შევხედოთ, მაგრამ რა მოხდება თუ დილით გავიღვიძებთ და მოსახლეობის ნახევარი ოკეანემ წაიღო? ვის უნდა დავაბრალოთ? სიმართლე რომ ვთქვათ, დამნაშავეთასია ალბათ საკმაოდ გრძელია. მაგრამ სოფლიო ერთ ღამეში არ შეწყვეტს წიაღისეული საწოვის წვას და ეს უკვე შემდეგი ქვეყნის პრობლემაა. მაგრამ ტუვალუსგან განსხვავებით, ის უბრალოდ არ უყურებს, როგორ იზრდება ზღვა მის გარშემო. ის უყურებს, როგორ ფარავს მას ზღვა. ნომერი 6. მალდივები. ზოგიერთ თქვენგანს ეს ალბათ უკვე გამოეცნო. ზუსტად ისე, როგორც მალდიველებს, რომლებსაც მომავლის გასაგებად კლიმატის მოდელები არ სჭირდებათ, მათ შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, რაც ხდება. კუნძულების გარშემო ზღვა ყოველწლიურად დაახლოებით 0.09 დუიმით იმაღლებს დონეს. ეს თითქოს ბევრი არ არის, სანამ არ გაიხსენებთ, რომ ქვეყნის 1200 კუნძულის 90% ზღვის დონიდან მხოლოდ 3.2 ფუტით მაღლა მდებარეობს. ბევრი მათგანი უკვე სერიოზულ ეროზიას დაექვემდებარა. ქალაქების უმეტესობა, მათ შორის დედაქალაქი მალე, სანაპიროდან მხოლოდ 328 ფუტის მანძილზე მდებარეობს. წყალი ყოველ წელს უფრო ახლოვდება. არსებული ტენდენციების მიხედვით, 2050 წლისთვის მალდივების დაახლოებით 80% შეიძლება საცხოვრებლად უარგისი გახდეს. მთავრობამ იცის, რომ დროის წინააღმდეგ იბრძვის და ეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მოსახლეობამ უფრო მაღალ ადგილზე გადასვლა შეძლოს. იმიტომ რომ ესეთი ადგილი არ არსებობს. მალდივები ყველაზე დაბალმდებარე ქვეყანაა დედამიწაზე. მისი ყველაზე მაღალი ბუნებრივი წერტილი ვილიგილის კუნძულზე, ადუს ატოლზე, ზღვის დონიდან მხოლოდ 16.7 ფუტით მაღლა მდებარეობს. და იქ არავინ ცხოვრობს. ეს გოლფის მოედნის ნაწილია. საკითხი ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ნაურუში ან ტუვალუში. მალდივებში 600,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის მხოლოდ დედაქალაქში დაახლოებით 212,000. ქვეყნის ყველაზე მაღალ მიწაზე ახალი ქალაქის აშენება ასევე ნიშნავს იმ ინდუსტრიის მსხვერპლად შეწირვას, რომელიც ქვეყანას აცოცხლებს. ტურიზმი მალდივების MSGP-ს დაახლოებით 70%-ს ქმნის. ამიტომ მთავრობას მხოლოდ ერთი რეალური არჩევანი აქვს: ახალი მიწის შექმნა. უკვე 50-ზე მეტი კუნძული შეიქმნა ან გაფართოვდა მიწის ხელოვნური შექმნის გზით. მაგალითად, ჰუჰუმალე აშენდა ზღვის დონიდან დაახლოებით 6.5 ფუტით მაღლა, როგორც მომავალი თავშესაფარი ოკეანის დონის აწევისგან. მაგრამ ყველა არ არის დარწმუნებული, რომ ეს გრძელვადიანი გადაწყვეტაა და ამას თავისი ფასი აქვს. ადუზე მთავრობამ ერთი სანაპირო 426 ფუტით გააგრძელა. სასტუმროს მფლობელები მალე ჩიოდნენ, რომ ტურისტები ჯავშნებს აუქმებდნენ, რადგან ზღვამდე მისასვლელი გზა ძალიან გრძელი გახდა. ეს პატარა პრობლემა. უფრო დიდი პრობლემა ტალღების ქვეშ იმალება. ახალი მიწის შექმნა ნიშნავს ზღვის ფსკერის გაღრმავებას, რაც ანადგურებს მარჯნის რიფებს, ზღვის ბალახის მდელოებს და მანგროს ტყეებს. ეს სწორედ ის ეკოსისტემაა, რომელიც ბუნებრივად იცავს კუნძულებს ოკეანისგან. მარჯნის რიფებს შეუძლიათ შეიწოვონ შემომავალი ტალღის ენერგიის 97%-მდე.
ხოლო მანგროს ტყეებს ტალღის სიმაღლის 70%-მდე შემცირება შეუძლიათ. თუ ისინი არ იქნება, მიწა უბრალოდ იშლება. უბრალოდ შეხედეთ ლაგოს, ნიგერიაში, სადაც სანაპირო წელიწადში 8.5 ფუტით იშლება. ეს მხოლოდ ზღვის დონის მატების გამო არ ხდება, არამედ იმიტომაც, რომ მანგროს ტყეები ქრება. 2000 წლიდან 2016 წლამდე 31 მილზე მეტი მანგროს ტყეები გაქრა. მაგრამ ნიგერია 2050 წელსაც იარსებებს. არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება უკან დაიხიო. მალდივებს ასეთი ფუფუნება არ აქვთ. მეხუთე. კირიბატის მთელი მოსახლეობა 138,000 ადამიანი ცხოვრობს სანაპიროზე, სადაც მიწის უმეტესობა ზღვის დონიდან მხოლოდ 6.5 ფუტითაა მაღლა. აქ მცხოვრებ ხალხს არ უწევს ფიქრი, რას მოუტანს მომავალი. ეს უკვე ხდება. მისი ორი კუნძული, აბანუა და თებოატარა, უკვე ჩაიძირა ტალღებში და წყლის დონე კვლავაც იზრდება. NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ზღვის დონის მატება წელიწადში 2-დან 4 დუიმამდე და წყალდიდობები კვლავ გრძელდება. დარავა, სადაც დაახლოებით 100,000 ადამიანი ცხოვრობს, ახლა წელიწადში 10-დან 20 დღემდე წყალდიდობას განიცდის. სახლები და ბიზნესები არაერთხელ ზიანდება. მარილიანი წყალი ნიადაგში აღწევს, მოსავალს ანადგურებს და სასმელ წყალს აბინძურებს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ წყალდიდობის წყლები დაიკლებს. კირიბატის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა პირდაპირ სანაპიროზეა განთავსებული და 2008 წლის ივნისში წყალმა ეს დაამტკიცა. წყალდიდობამ ტარავას ხიდი დაანგრია და ბუენას წყლის რეზერვიდან გამავალი მილები თან წაიღო. ბუენა დედაქალაქისთვის მხოლოდ 2 სასმელი წყლის წყაროდან ერთ-ერთია. ათასობით ადამიანი იმ ერთ წყლის წყაროზე იყო დამოკიდებული, რომელიც კირიბატს დარჩა. ისინი ასევე ეყრდნობოდნენ წვიმის წყლის შეგროვებას ქვეყანაში, სადაც ორივე რესურსი უკვე ნორმირებული იყო. ერთმა წყალდიდობამ ქვეყნის წყლის მარაგის 1/2 2 წლით გაანადგურა. ეს მხოლოდ მომავალი პრობლემების მინიშნება იყო. 2050 წლისთვის NASA პროგნოზირებს, რომ ტარავას ტერიტორიის 54%-მდე რეგულარულად დაიტბორება წლის განმავლობაში. კირიბატის სხვა ნაწილებში 65 დღე იქნება წყალდიდობა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ დამატებითი 19 დუიმით, რომლითაც ადგილობრივი ზღვის დონე იმ დროისთვის აიძერს. კირიბატი ცდილობდა რამდენიმე შესაძლო გამოსავალს. 2012 წელს მან ფიჯის მეორე ყველაზე დიდ კუნძულ ვანუა-ლევუზე 6,000 აკრი მიწა შეიძინა. ეს არის ადგილი, რომელიც ბევრად უფრო მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან. სინამდვილეში იქ ჯერ არავინ გადასულა. გარდა ამისა, უკვე ვნახეთ, რატომ არ არის ფიჯი საუკეთესო გამოსავალი. და კირიბატის არ ხავს ჩარლზ მესამე სახელმწიფოს მეთაურად. ამიტომ ავსტრალიაში ევაკუაციაც, ასე მარტივი არ არის. ამიტომ 2016 წელს მან გამოაცხადა, რომ სურს ხელოვნური მიწის აშენება, რათა თავისი ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან მინიმუმ 3.2 ფუტით გაზარდოს. პრობლემა ისაა, რომ გარემოს დაცვითი გვერდითი ეფექტების გარდა, კირიბატიმ ჯერ არც ერთი ესეთი მიწა არ მოიღო. პროექტი ტექნიკურად შესაძლებელია, რადგან კირიბატის კუნძულები პატარაა და ამ იდეაზე მან კონსულტაცია გაიარა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. საბოლოოდ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარმატებით ააშენა პალმ ჯუმეირას კუნძულთა არქიპელაგი. მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. კირიბატის ემშეფე მხოლოდ 297 მილიონი დოლარია. ამიტომ კირიბატიმ მოუწია მსოფლიოს გარშემო სიარული და დახმარების თხოვნა. ჩინეთმა გააკეთა შეთავაზება, არა როგორც COP27-ის კომპენსაციის ფონდის ნაწილი, არამედ გარკვეული პირობებით. ამის სანაცვლოდ ჩინეთი მიიღებდა გადამტვირთავ ჰაბებს, ძდომას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თინუსის თევზჭერის ზონებზე და ასევე შესაძლებლობას ორმაგი დანიშნულების ობიექტებისთვის ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალებისთვის. წარმოიდგინეთ, როგორ უდგენს მსოფლიოს ამჟამინდელი ყველაზე დიდი სათბურის აირების გამომშვები პირობებს ერთ-ერთ იმ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად იტანჯება დათბობის ტენდენციით. მაგრამ კირიბატის შეიძლება არ კონდეს არჩევანი. მან უკვე დააკარგა 10 წლეული ამ პროექტის დასაწყებად ლოდინში. მას აღარ აქვს ბევრი ასეთი დროის მონაკვეთი დასაკარგი. მაგრამ ამ სიაში არსებული ყველა ქვეყანა სინამდვილეში არ იძირება. მეოთხე ნომერი. იემენი 2050 წლისთვის არ გაქრება, მაგრამ მისი დედაქალაქი სანაა შეიძლება გაქრეს. ომებმა შეიძლება გაანადგურეს ქვეყანა 21 საუკუნეში, მაგრამ დედაქალაქის ქვეშ ბევრად უფრო მძიმე კრიზისია, რომელიც ბევრად უფრო დიდხანს არსებობს, რადგან ეს იემენის გეოგრაფიაშია ჩაწერილი. სანა აშენებულია არაბეთის ფირფიტაზე, ზღვის დონიდან 7500 ფუტის სიმაღლეზე, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დიდ ქალაქად აქცევს. სანაა დაარსდა პირველ საუკუნეში, როგორც სამხედრო ციხესიმაგრე და მისი სიმაღლე სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენდა. რაც კიდევ უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ სანაა მდებარეობს ტექტონიკურ ფირფიტაზე, მიწის ძვრები აქ იშვიათად ხდება. თუმცა მაინც იყო ერთი ნაკლი. სანას არ აქვს მუდმივი მდინარეები და წელიწადში მხოლოდ 14.1 დიუმი ნალექი მოდის. ეს საკმარისი იყო პატარა ქალაქისთვის. ეს საკმარისი არ არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დედაქალაქისთვის.
1980-იანი წლებიდან სანას მოსახლეობა 4-ჯერ გაიზარდა და ახლა დაახლოებით 3.4 მილიონ ადამიანს აღწევს და ის კვლავაც წლიურად 7-დან 8%-ით იზრდება. მხოლოდ ერთი გზა იყო, რომ ქალაქი ფეხდაფეხ მისდევდეს ზრდას. ქალაქის წყლის დაახლოებით 70% მიწისქვეშა აკვიფერებიდან მოდის, რომელთა შევსებასაც ათასობით წელი დასჭირდა. ახლა კი ისინი ქრება. მიწისქვეშა წყლების დონე ყოველწლიურად 6.5-დან 20 ფუტამდე ეცემა. ეს დაახლოებით 10-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ბუნებას შეუძლია მათი აღდგენა. ჩაბურღილები, რომლებიც 1970-იან წლებში წყალს ზედაპირიდან მხოლოდ 100 ფუტში აღწევდნენ, ეხლა თითქმის 4000 ფუტის სიღრმეზე უნდა გაიჭრას. ეხლა უკვე ის ჭაბურღილებიც იწყებს გამოშრობას. იემენის ძვირფასი მიწისქვეშა წყლების დაახლოებით 40% გამოიყენება ქათის მოსაყვანად, რომელიც ძალიან წყლის მომთხოვნი ნარკოტიკული კულტურაა. ამიტომაც, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა იემენი აღწერეს როგორც ქვეყანა, რომელმაც საკუთარი წყლის რესურსები თვითონვე ამოწურა. მაგრამ ესეც კი არ არის მთელი ისტორია. ომის წლებმა ისედაც მძიმე მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა. იემენის უკვე შეზღუდული წყლის ინფრასტრუქტურის 45%-ზე მეტი განადგურებულია. საჰაერო დარტყმებმა და საარტილერიო ცეცხლმა დააზიანა სატუმბი სადგურები, კაშხლები და განაწილების ქსელები. Human Rights Watch-მა დააფიქსირა 107 მიზანმიმართული დარტყმა წყლის ინფრასტრუქტურაზე. ეხლა თითქმის აღარ დარჩა სისტემა, რომელიც დარჩენილს მართავს. საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მთავრობას კრიზისის მოგვარება არ შეუძლია, რადგან სანა 2014 წლიდან ჰუსიტების კონტროლის ქვეშაა. ექსპერტებმა მასშტაბური მზის ენერგიაზე მომუშავე გამტკნარების პროექტები შესთავაზეს. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვინც მზად არის დააფინანსოს ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ კონფლიქტის ზონაში. ამიტომ ქალაქი განაგრძობს ზრდას, მაშინ როცა მისი წყალი განაგრძობს გაქრობას. 2025 წლისთვის თითოეულ ადამიანზე წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 2200 კუბური ფუტი წყალი იყო ხელმისაწვდომი, რაც დაახლოებით მერვედია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდებული მინიმუმის. ამჟამინდელი ტემპებით, სანას წყალშემნახავი ფენები 2030 წლისთვის ამოიწურება. მაშინაც კი სანამ ეს მოხდება, მოსალოდნელია, რომ ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეც ყველაზე საბაზისო საკვების საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი გაუჭირდება. 2050 წლისთვის უბრალოდ აღარ დარჩება საკმარისი წყალი, რომ ხალხმა იქ ცხოვრება შეძლოს. მანამდე დიდი ხნით ადრე მაცხოვრებლებს მოუწევთ გაქცევა და უძველესი ნანგრევები დარჩება მოჩვენებათა ქალაქში, რომელსაც მხოლოდ ყველაზე მამაცი ტურისტები მოინახულებენ. იემენს 10 წლეულები დასჭირდა, რომ გამშალიყო. ამ სიაში შემდეგ ქვეყანას 10 წლეულები არ მისცემია. მას მხოლოდ 25 წამი ჰქონდა. ნომერი 3. ჰაიტი. 2010 წლის 12 იანვარი, დღის 4 საათი და 53 წუთი. ჰაიტიში 316,000 ადამიანი იმ დროის განმავლობაში დაიღუპა, რაც ამ წინადადების მოსმენას სჭირდება. მიწისძვრა მოხდა 7 მაგნიტუდით, რაც იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანის ხელით აშენებულ ყველა ნაგებობას სერიოზული ზიანი მიაყენა. ჰაიტის ადმინისტრაციული და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის 60% განადგურდა. მათ შორის პრეზიდენტის სასახლე, ეროვნული ასამბლეის შენობა, მთავარი პორტი და პორტ-ო-პრენსის საკათედრო ტაძარიც კი. ჰოსპიტალების 60% განადგურდა. სკოლების 80% განადგურდა, ხოლო 1,5 მილიონი ადამიანი უსახკაროდ და იძულებით გადაადგილებულად დარჩა. ეს მოსახლეობის 15%-ია. ინფრასტრუქტურის აშენებას 10 წლეულები დასჭირდებდა, ხოლო განადგურებას მხოლოდ 1 დღე. ჰაიტი მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლი არ გამხდარა. ქვეყანამ ეროვნული დასახიჩრება გადაიტანა. ჰაიტი მდებარეობს ენრიკილიო პლანტეინ გარდენის რღვევათა სისტემაზე, რომელიც კარიბის ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ზონაა. ასე რომ ბუნებრივია, ეს ისევ მოხდებოდა. 2021 წლის 14 აგვისტოს ჰაიტიში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ეპიცენტრი ტიბურონის ნახევარკუნძულზე იყო. საბედნიეროდ ბევრად ნაკლები ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 2200. მაგრამ ქვეყნის ინფრასტრუქტურას ასე შემწყნარებლურად არ მოექცა. 127,000-ზე მეტი სახლი და კიდევ 60 სამედიცინო დაწესებულება განადგურდა. 800,000 ადამიანი დაზარალდა, რადგან ქვეყნის MŠP-ს 10% ერთ ღამეში გაქრა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას 2010 წლის მიწისძვრის მასშტაბამდე არ მიუღწევია, ის იყო, რომ მაშინ განადგურებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. მაგრამ თუ მხოლოდ მიწისძვრები იქნებოდა, ჰაიტი შეიძლება გადარჩენილიყო. თუმცა ამ ბუნებრივ კატასტროფებს, რომ ადამიანთა მიერ გამოწვეულ უბედურებებსაც დაუმატებ, უკვე რაღაც ისეთი გამოდის, რაც თითქმის არამდგრადი ხდება. 1988 წელს ჰაიტის ტერიტორიის 4.4% ტყით იყო დაფარული. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.32% იყო. ეს ქვეყნის ბუნებრივი გარემოსთვის საშინელია, მაგრამ ადამიანებისთვისაც ისეთივე ცუდია. უდია. ქეების ფესვების გარეშე, რომლებიც ნიადაგს ადგილზე ამაგრებენ, ჰაიტიში ყოველი ძლიერი წვიმა კატასტროფულ ეროზიას იწვევს. წყალი დიდი სიჩქარით ეშვება დაქანებულ ფერდობებზე, რაც ძლიერ მეწყერებს იწვევს.
ამან კი მიწისძვრების დროს მსხვერპლი გაზარდა და ყოველწლიურად ათეულობით ადამიანს კლავს. ეს ორი საფრთხეა, რომელიც ფრთხილ მართვას მოითხოვს. ფრთხილი მართვა ჰაიტიში არ არსებობს. 2020 წლიდან ბანდები იბრძვიან მთავრობასთან ტერიტორიის კონტროლისთვის, მათ შორის დედაქალაქშიც. მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 2023 წელს ბანდები პორტო-პრენსის 90%-ზე მეტს აკონტროლებდნენ, ხოლო რამდენიმე პრემიერ-მინისტრი თვეების განმავლობაში თანამდებობაზე მოდიოდა და მიდიოდა. ბანდებმა კი კოალიციებიც კი შექმნეს გაეროს ინტერვენციული ძალების წინააღმდეგ. ჰაიტი 2050 წელსაც თავის ამჟამინდელ საზღვრებში იარსებებს. საკითხავია, დარჩება თუ არა მისი დიდი ნაწილი საცხოვრებლად ვარგისი. ქვეყანა აქტიურ გეოლოგიურ ნაპრალზე მდებარეობს. მთების სტაბილურობისთვის საჭირო ტყეები გაჩეხილია და სახელმწიფოს არ შესწევს უნარი მომდევნო კატასტროფამდე აღდგენა მოახერხოს. საბოლოოდ ეს მან კი ერთ წრეს ქმნის. ზარალი უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე ქვეყანას აღდგენა შეუძლია. შემდეგი ქვეყანა უბრალოდ საკუთარი წონის ქვეშ იძირება. მეორე ნომერი, კარგი, ინდონეზია. 2050 წლამდე არ გაქრება. 288 მილიონ ადამიანს ზღვა არ ჩაკლაპავს, მაგრამ დედაქალაქი ჯაკარტა, სადაც ურბანულ ბირთვში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მეტროპოლიაში 40 მილიონი, ასე უსაფრთხო არ არის. 2020 წელს ჯაკარტას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. უმეტეს ქალაქებში ეს კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ ჯაკარტაში ეს გაფრთხილებად იქცა. ქალაქი დიდ ქალაქებს შორის დედამიწაზე ყველაზე სწრაფად იძირება, რომლის ნაწილები წელიწადში 10 დუიმითაც კი ეცემა. ჯაკარტას დაახლოებით 40% უკვე ზღვის დონეზე ქვემოთ მდებარეობს. როდესაც ის შტორმი მოვიდა, ათობით ადამიანი დაიღუპა. 400,000 ადამიანი გადაადგილდა, ხოლო მთელი უბნები დაბინძურებულმა წყალდიდობამ დაფარა. და მიწა კვლავ იძირება. ჯაკარტას გარშემო ზღვა წელიწადში დაახლოებით 0.1-დან 0.3 დუიმამდე იმაღლებს დონეს. მაგრამ ჩრდილოეთ ჯაკარტას ზოგიერთ ნაწილში მიწა თვითონ წელიწადში 11 დუიმამდე ეცემა. კლიმატის ცვლილება მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. თუ ჯაკარტას ზემოდან შეხედავთ, ნახავთ 10,000-ზე მეტ არალეგალურ ჯას, რომლებიც მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო ათასობით სახლი და ბიზნესი მიწიდან წყალს ამოქაჩავს. ეს ჯები ყოველწლიურად 140 მილიონ კუბურ მეტრ წყალს იღებს, რაც 56,000 ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის თოლფასია. ინდონეზიის მთავრობამ არაერთხელ სცადა ამ ჯების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მცირე შედეგით. უკანონო ჯებისა და მილების ქსელი ქალაქის 70%-ს ფარავს. ზემოდან შენობების წონა დანარჩენს აკეთებს. 2050 წლისთვის ჩრდილო ჯაკარტის 95% წყალში იქნება ჩაძირული, ხოლო ქალაქის ნახევრამდე საცხოვრებლად უვარგისი გახდება. ინდონეზია ყველაფერს ცდილობს ჯაკარტას გადასარჩენად და სხვა კუნძულოვან ქვეყნებთან შედარებით მას ამისთვის მეტი ფული აქვს. 40 მილიარდი დოლარი გამოყოფილია გიგანტური ზღვის კედლის, გამაგრებული სანაპიროს სანაპირო ნაპირსამაგრების, რეზერვუარებისა და 17 ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად, რომლებიც ჰოლანდიური საინჟინრო გამოცდილებით არის დაპროექტებული. თუ დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაპირო დაცვის პროექტი, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. თუ ინდონეზიელებს თავისი სურვილის მიხედვით გამოუვიდათ, ზღვის კედელი დასრულების შემდეგ ნამდვილი საოცრება იქნება. თითქმის 9,900 აკრზე განთავსდება სამრეწველო და საცხოვრებელი ზონები, პარკები, ახალი, ძალიან საჭირო რეზერვუარები და თვით აეროპორტიც კი. და ეს მაინც არ იქნება საკმარისი. 2022 წელს ინდონეზიის მთავრობამ დაიწყო სრულიად ახალი ქალაქის მშენებლობა, დაახლოებით 870 მილით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნეოს კუნძულზე, ჯუნგლების შუაგულში. ეს არის ნუსანტარა და ის 2028 წლისთვის ინდონეზიის ახალი ოფიციალური დედაქალაქი იქნება. იქ ახლა შეიძლება მხოლოდ დაახლოებით 150,000 ადამიანი ცხოვრობდეს, მაგრამ ინდონეზიას არ შეუძლია დრო დაკარგოს. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჯაკარტა უბრალოდ ძალიან შორს არის გადასარჩენად. ახლა ის პირდაპირ მთებისკენ მიემართება. მილიონობით ადამიანს, ვინც იქ ცხოვრობს, შესაძლოა სხვა ევაკუაციის გეგმის მოფიქრება მოუწიოს. ახალ დედაქალაქში დაგეგმილი ბინების უმეტესობა მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის არის დაცული. ჯაკარტას ურბანულ ღარიბებს მოუწევთ იმით დაკმაყოფილება, რაც აქვთ, და იმედი უნდა კონდეთ, რომ ზღვის კედელი მანამდე დასრულდება. მათ მინიმუმ 2040-იან წლებამდე მოუწევთ ლოდინი. მაგრამ მოდი ვნახოთ ვიღაცა სხვა, ვისაც შეიძლება ბევრად უარესი მდგომარეობა კონდეს. ნომერი პირველი, ბანგლადეში. როცა პოლიტიკის შემუშავებლები საერთაშორისო კლიმატის კონფერენციებზე იკრიბებიან, რათა ისეთი შეთანხმებები დადონ, როგორიცაა პარიზის შეთანხმება, ისინი არ ფიქრობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცუდ სამუშაოზე. დაკაში ბანგლადეში 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მილიონობით ადამიანი იქ 1970-იანი წლებიდან გადავიდა და ყოველდღე კიდევ 2000 ადამიანი ჩადის. მაგრამ ადგილობრივმა წყალმომარაგების სისტემამ ვერ შეძლო ამ ტემპის შენარჩუნება. ამიტომ აქ მცხოვრებლებმა ათასობით არალეგალური ჭა გათხარეს. და ეს ჭები ეხმარება მათ ქალაქის ჩაძირვაში, წლიურად 9 ინჩით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში წყალდიდობის ზონა მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად მილიონი ადამიანი იჯულებულია დატოვოს სახლი. აი რატომ უწევთ მუშათა ბატალიონებს ქალაქში სიარული და საკანალიზაციო ჭების შემოწმება? თუ ისინი ჩახერგილიან ნარჩენი წყლებით, მუშებს მოუწევთ ჩასვლა და ხელით გაწმენდა. არაერთი მათგანი კანალიზაციის წყლებში დაიხრჩო, განსაკუთრებით მუსონების სეზონზე. მაგრამ ამჯერად მათი პრობლემების უმეტესობაში მართლაც სხვა ვინმეა დამნაშავე და არა ჭები. ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა ინდოეთის გაყოფის ქაოტური შედეგების შედეგად მოიპოვა. მაგრამ ეს საზღვრები შორეულმა კოლონიურმა ძალამ გაავლო მე-20 საუკუნის გარემოს პირობებში. ამ ქვეყნის 2/3 ზღვის დონიდან მხოლოდ 16 ფუტით იყო ამაღლებული. კიდევ 10% ზღვის ტალღებზე მხოლოდ 3 ფუტით მაღლა იყო. მაშინ ეს ასე მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ ახლა სანაპირო სწრაფად იშლება. ადგილობრივი ზღვის დონე გლობალურ საშუალოზე 10 ჯერ სწრაფად იმატებს. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ადრე სხვაგან ცხოვრობდნენ, ეხლა დაკაში უნდა მოიყარონ თავი, რომ როგორმე თავი გაიტანონ. მათთვის სხვაგან წასასვლელი აღარ დარჩათ. ბანგლადეში შეიძლება კუნძულოვანი ქვეყანა არ იყოს, მაგრამ მან სხვა ქალაქების განვითარებაში არ ჩადო ინვესტიცია, რომ მოსახლეობა განეთავსებინა. და ახლა უკვე ძალიან გვიანია. Climate Central-ის მეცნიერების მიხედვით, რომლებმაც ეს საკითხი 2019 წელს შეისწავლეს, 2050 წლისთვის ბანგლადეშის 17% წყლის ქვეშ აღმოჩნდება. არა მხოლოდ დაკა, არამედ მთელი ქვეყნის 17%. დაკა უბრალოდ ამ ნაწილის ნაწილი იქნება. 20 მილიონი ადამიანი იძულებებული გახდება დატოვოს სახლი. ეს მხოლოდ თეორიული კლიმატური მოდელების პროგნოზი არ არის. ეს უკვე ახლა ხდება. 2021 წელს ბანგლადეშის ტერიტორიის 70% ყოველწლიურად განიცდის წყალდიდობას. ბანგლადეშის ხელისუფლება ცდილობს რაც შეუძლია. ისინი სასტრაფოდ აღადგენენ არხებს დაკაში, რომლებიც ბოლო დროის მოსახლეობის ზრდის გამო გაქრა. ისინი ასევე აშენებენ წყლის შემაკავებელ აუზებს, მაგრამ ზღვის კედლის აშენებას არ გეგმავენ. როგორ უნდა დააფინანსონ ასეთი კედელი მთელი ქვეყნის სანაპიროს გასწვრივ? შეერთებული შტატები 33 ჯერ მეტ სადგურის აირს გამოყოფს ვიდრე ბანგლადეში და მას შეუძლია მსგავსი პროექტების დაფინანსება, მაგრამ ამის გადახდა მას არ უწევს. COP27-ის კომპენსაციის ფონდი იურიდიულად სავალდებულო არ არის. ამერიკა არ აშენებულა მარჯნის ატოლებზე, რომლებიც მხოლოდ ზღვის დონის ვიწრო დიაპაზონში არსებობენ, მაღალმთიან წყალშემცველ ფენებზე, რომლებიც უფრო სწრაფად იცლება ვიდრე ივსება, ან მდინარის დელტებზე, რომლებიც სუფთა წყლისა და ნალექის ზუსტი ბალანსისგანაა დამოკიდებული. სხვა ქვეყნები კი სწორედ ასეთ გეოგრაფიულ პირობებზე არიან აგებული. ათასობით წლის განმავლობაში ეს ადგილები არსებობდნენ იმიტომ, რომ მათი გეოგრაფია ზუსტად იმ პირობებს უზრუნველყოფდა, რაც ადამიანებს სჭირდებოდათ. და ახლა ეს პირობები ერთი თაობის განმავლობაში ქრება. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. იმედია ვიდეო მოგეწონათ და თუ გსურთ მეტი ესეთი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია.